ფეხბურთელებს შემადარებინო? მარტო ფეხბურთელებს ვადარებთ? ეს ცოტა ისეთი კითხვაა. რონალდო. გასაგებია ვის ვიტყვი აქ. მესი ძალსახად. მე მგონი კითხვა არ ჭირდება. ღია დავდოთ. როგორც წმინდა ტალანტი, ბოძებული ნიჭით მესი, ის არის შეუდარებელი ფეხბურთელი თავისი ტექნიკით, მონაცემებით, ბუნებრივი მომადლებული ნიჭით, როგორც სპორტსმენი, პროფესიონალი რონალდო არის სამაგალითო, უფრო მრავალმხრივი არის ვიდრე მესი. ანუ თავით თამაშობს, რაც მე ძალიან მიყვარს ფეხბურთში. უფრო რა ვიცი მე უფრო რონალდო. 5 ბურთი მესის აქვს, 4 რონალდოს, მე-5-ეს რონალდო აიღებს, ასე რომ მესი, რადგან ფიქრობ, რომ მესი არის დაბადებული ფეხბურთისთვის, რონალდოც პრინციპში ძალიან მაგარი ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, მაგრამ გარკვეულწილად ის არის შრომის შედეგად მიღებული ნაყოფი, ასე ვთქვათ. ნიჭი, რა თქმა უნდა, მასაც აქვს, მაგრამ მესისთან შედარებით მაინც ეს ნიჭი ცოტა ქვემოთაა. მოდი ასე ვიტყვი, მე უფრო მიყვარს რონალდო, მაგრამ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩემი აზრით საერთოდ ნომერ პირველია. თუ მაინც და მაინც უნდა ავირჩიოთ მესი, მაგრამ მე რომ თქვათ გუნდს ვაკეთებდი, არც ერთს არ ავიყვანდი ჩემ გუნდში მიუხედავად ორივესადმი უდიდესი პატივისცემისა. რონალდო ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ხო, მსოფლიოს ისტორიაში არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნახდათ, მაგრამ მესი შეუძლია მოედანზე გააკეთოს ესეთი რაღაცეები, რასაც ვერავინ ვერ აკეთებს. მე არ მინახავს. შეიძლება მარადონა აკეთებდა, მაგრამ მარადონას თამაშები მე ისე კარგად არ მახსოვს, პელესი მით უმეტეს. მე რაც მიყურებია, რასაც უყურებ ფეხბურთს და უყურებ 23 წელია უკვე, ესე კარგად და დაკვირვებით, ის რასაც მესი აკეთებს მოედანზე, არა თუ არავის სხვას არ შეუძლია რომ გააკეთოს, ხშირად რომ უყურებ, გონია რომ შეუძლებელია ამ რაღაცების გაკეთება. აქაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ რონალდოს გულშემატკივრების აზრებს, იმას რომ უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელია. მე პირადად არ ვიცი, არ მინახავს ალბათ ზუსტად იმის გარდა ეგეთი ფეხბურთელი, ვინც ახსენე, ხო? 1-2, რომლის თამაშიც გაცილებით მომწონდა, მაგრამ არ ვიცი ისტორია სად დააყენებს და მე ვფიქრობ, რომ ვიღაცებზე იგივე ზიდანზე და შეიძლება ბრაზილიელ რონალდოზე მაღლა დააყენოს კრისტიანო რონალდო ისტორიამ და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ზიდანის და თუნდაც მით უმეტეს ბრაზილიელ რონალდოს თამაში მე პირადად ბევრად მომწონდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი შესაძლებლობების ფეხბურთელია და რასაც რონალდო აკეთებს მთელი კარიერის განმავლობაში, თუნდაც ის იმდენი გოლი, ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს გუნდისთვის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მართლაც აღარ არის ის, რაც იყო იგივე მანჩესტერში და იგივე პირველ წლებში რეალში. მაინც ყველაზე მთავარი კაცი არის, ხო, თავის გუნდში. მაგრამ იქ მეორე მხარეს არის მესი, რომელიც მე უბრალოდ მარტივად ვთვლი, რომ ფეხბურთის ისტორიაში, რაც მე მინახავს, ის კადრები ხო, ძალიან პელეს, მარადონას თამაში და კროიფის და ამ შემდეგ არავის არ გვინახავს. მესი თუ რონალდო, მე რა თქმა უნდა რონალდო უფრო მირჩევნია, მერჩივნა უფრო სწორად რაღაც პერიოდი, სანამ მანჩესტერში თამაშობდა და მე პირველი წლები რეალში, იმიტომ რომ ბევრად მრავალმხრივი იყო. შეეძლო კაცის მოტყუება უფრო ლამაზად ჩემთვის, ორივე ფეხი ძალიან კარგად თამაშობდა, ჯარიმებს ურტყამდა, ძალიან მაგრა თავი თამაშობდა. ეს ყველაფერი მესიმ დახვეწა ბოლო პერიოდში, უფრო რონალდო უფრო საჯარიმოს ფორვარდი გახდა და ლეო მესის მართლაც შეუძლია მოედანზე ესეთი რაღაცა გააკეთოს, რის გაკეთებაც შეუძლებელია და საფეხბურთო ინტელექტი, რასაც ქვია, ვფიქრობ, ლეო მესის უფრო მაღალი აქვს ვიდრე კრისტიანო რონალდოს და ამით ჯობია სწორედ ლეო მესი. და პლუს კიდევ იმიტომაც რომ რონალდოს ჰქონდა აშკარად რესურსი, რომ უფრო მაგარი ყოფილიყო ვიდრე ახლა არის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უმაღლეს დონეზეა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაინც შეიძლებოდა უფრო მრავალმხრივი ყოფილიყო კიდევ იმ ქიდან გამომდინარე, თუ რასაც თამაშობდა და რა სტილის მოთამაშეც იყო, მაგრამ ბოლო 1-3 წელია აშკარად ძალიან დამძიმდა ფიზიკურად მოძლიერდა და გახდა ცენტრ-ფორვარდი და მესიმ პირიქით შეიწია ცენტრში და იქიდან როცა ცენტრიდან თამაშობს ფეხბურთელი, ეს ჩემთვის ის უფრო ფასობს, როგორც მაგალითად სიტყვაზე 9 ნომერზე, როგორ მაგალითად არ უნდა იყოს, უფრო უკეთესი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება კარგი 10 ნომერი. რაც მე მინახავს ყოველ შემთხვევაში ფეხბურთს ყველაზე კარგად თამაშობს მესი. შეიძლება სხვანაირად შევადაროთ, იგივე მარადონა უფრო ქარიზმატული ტიპაჟი იყო და ამით უფრო მეც აკეთებდა თუნდაც არგენტინის ნაკრებისთვის, მაგრამ უშუალოდ კონკრეტულად ფეხბურთის თამაშს რაც ეხება, მე ვფიქრობ, რომ მესი ამას აკეთებს ყველაზე კარგად ისტორიაში, შესაბამისად მესი მირჩევნია, თუმცა ვაღიარებ და ბარსელონას გულშემატკივარი ვარ პირდაპირ ვამბობ და შეიძლება დიდად არ მიყვარს რონალდო, მაგრამ ვაღიარებ იმას, რომ უდიდესი ფეხბურთელია, უბრალოდ წარმოუდგენელი შესაძლებლობებით.